მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. აგერ კაიკაცი მოვიდა, ჩვენი ძმაკაცი, დაამარცხა გრიპოზული გამოვლენები და არის სახსავამართვის. ოგურჩიკივით, როგორც რუსები იტყვიან. კარგი. დავიწყოთ სალომე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის განცხადებებით, რომელიც მან იმ არმენოფობიაზე თქვა, მითიურზე, რომელიც ქართველებში დაინახა, თქვენ თქვი და მე ორ კაპიკს დავამატებ რა. სალომე ზურაბიშვილის მრავალ სიკეთეთა ბუკეტში დაემატა უკვე არმენოფობია, მას. იმიტომ დაემატა რა, ანუ ეხლა არ დამატები, ეგ ძველი არის ეგ არმენოფობია, უბრალოდ არმენოფობიაში უახლეს პერიოდში შემჩნეული ქალი რო გამოდიხარ და სხვას ეძახი არმენოფობს, ეგ იყოს ასეციო, იმიტომ რომ ეს ადამიანი არჩევნების პერიოდში ეთერ-ეთერთ, ან უცხოურ ეთერ-ეთერთ დადიოდა და გვეძახდა რომ სომხური კარუსელი დაატყევს და სომხური каруსელი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და საშინელი გაყალბების ნიმუში სოფლიოში და ასე შემდეგ. და ეს ქალბატონი გამოდის და ანუ იმ ბევრნაირად შეიძლება ეგ სტადიონზე მოხდარი განიხილო, მაგრამ ფეხბურთის ნაწილი არის. ეგეც და ნუ გაუგებრობა იყო ბოლოს როგორც გავარკვიეთ, ხო, ყველაფერი და მან დრო ცდილობ რომ ანუ შენ სწორად შენიშნე რა, სხვა შორის იმიტომ რომ მეც ეგრე შენიშნე და არწმუნო გურმაც ეგრე შენიშნა რომ ეს იყო მართლა იმის ცდილობა რომ ამ ძალიან დიდი საფეხბურთო სიხარულის გაუქმება და სხვა საკითხზე აპელირება მოხდა. ისე რეალურად მაგაზეც უნდა ვილაპარაკოთ. მანდაც დაინახათ ის რომ ეს დიდბოდში ეს დიდი სიხარული რეალურად არის აი ამ დიდი ტრაგედიის პარტნიორი და არ შეიძლება შესაბამისად რომ გავიხაროთ და კიდე ერთხელ მიქაუტაძეს არ შეარგეს ბიჭო დედაზე დაბადების დღის მილოცვა. ნუ მაისური აიწერა გოლი გაიტანა და გილოცავ დაეწერა და მაღაზი ატეხს ერთი ამბავი რომ რატო არ ეწერა აქციის სინდისის პატიმრებს ხარდაჭერა და რაღაცეები როგორ არ დაწერაო. კი ბატონო, არმენოფობიაზე ერთი ძალიან საინტერესო ვთქვათ პოინტი ჩვენ ის უნდა გავშალოთ რომ ეს არმენოფობია არის მთლიანად NGO სინტაქსის ნაწილი, იმიტომ რომ იმას რასაც ისინი ეძახიან არმენოფობიას, ეს არის საბჭოთა წიაღში დაბადებული ფენომენი, რომელსაც ანალოგიურად ქართველი და სომეხი იზიარებდა ერთმანეთში, რომელიც არ იყო პირიქით ეს იყო რაღაცა მეგობრული, ხო მიხვდი კულტურული თითქოს მიმინო იყო რა. ხო რა მიმინო, ზუსტად კულტურული, ძალიან კულტურული და სწორი შეჯიბრი ორ ისეთ სერიოზულ ერთს შორის, რომელიც რაღაცა პირველი ქრისტიანები დამწერლობა ის ანუ უმნიშვნელოვანესი მონოპოლარი რომელსაც აქვს რა და ეხლა NGO სექტორი რომელმაც და ტიპები რომელსაც ტრენინგზე ნასწავლი დემოკრატია აქვს მხოლოდ და რაღაცა ყველაფერ სტანდარტიზებულად და რა მარტივი ყოფილა სამყარო ეგრე უყურებენ რა ის არმენოფობია და რა სისულელე რა კიდე და ნუ ხო მე აგერება მეგობრებო რომ კონკრეტული უსამშობლოების დაკრების მოგებაზე მეტად ქართველების ლანძღვის შანსი გაუხარდა ეს არის. ეხლა მინდა მეც ორი კაპიკი დავამატო. ბოდიში მართმადიანზე არ იტყოდი. ორი კაპიკი დავამატო. სალომეს მართმადიან ციტატა. სალომე თვითმარქვია პრეზიდენტის ერთ გამონათქვამზე რომ ჯიში დაუწუნა ვიღაც ქართველებს. დაუშვათ თუდად რომ მოიქცნენ. აი ჯიშის ხსენება, ნუ გასაგებია რომ ქართული კონტენტი არის მის, კონტექსტი არის მის, არიცის, ქართული არიცის, ჯიშის მოხსენიება ზოგადად ქართველები ამას არ ვამბობთ რომ უჯიშოს არ ვეძახით არავის, სირცხვილია ამის დაძახება და არის რადიკალურად თუ არ გინდა შეურაცხყოფა. ფაშისტური გამონათქვამია რა. უბრალოდ ამ ქალმა ქართული არაფერი არის. არაფერი მართლმადიანია მართლაც და ნუ აქ დასრულებულია ყველაფერი. პატა ბუჭულადით მინდა დავისვი. ვინ პატა? დაპატა. მე ზუსტად იმიტომ ვიბრძვი რომ მე ვიცი რას ვებრძვი. ამ ახალგაზრდებს არიციან რასაც. მაგას გულისხმობს. ისინი თავის ხოლ საქართველოს უნდათ რომ იცხოვრონ. მე ვიცი რას ვებრძვი და ჩემი თავის ხალხმა ვიცით ეს თვალით გვაქვს ნანახი. და კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია რომ ეს შეიძლება კიდე გამეორდეს საქართველოში და დაბრუნდეს. აი ეს მაგას რომ ვიცი რას ვებრძვი. მე რო ვიცოდე ახლა რაღაცა ეს deep states. ზოდე გავჩერდებოდი. არ მე მგონია რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვინც deep state-ზე საუბრობს როგორც რაღაც დიდ კონსპირაციაზე, რომ აი აბსურდზე, იუმორისტულ საკითხზე, ყველას უნდა აიკრძალოს აზროვნება. იმიტომ რომ ისაც აზროვნების აქტი ესე იგი არ დგება მათ გონებაში, მაგრამ ბიჭო deep state ხო არ არის რაღაცა გუშინ წარმოშობილი ტერმინი, რომელსაც იყენებენ რაღაცა კონკრეტული ჯგუფები მარტო
ამერიკის ყველაფერს თავიდან ამერიკის პრეზიდენტი გეუბნება, რომ deep state-ი მყავს დასამარცხებელი, ანუ დონალდ ტრამპი გამოდის, წინა საარჩევნო რომ ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ deep state-ს გავლენები უნდა შევამცირო ამერიკაში და უნდა დავოს. ანუ deep state-ის ესენი რეალურად ამერიკასაც სტაცინიან და კი არა და დონალდ ტრამპს ამ შემთხვევაში და მის ადმინისტრაციას და ხო და ესენი არიან ტიპები, რომლებიც ამბობენ, რომ ესე იგი ნახეთ deep state-ი არის კონსპიროლოგიის ნაწილი, ანუ იქაც რა ამერიკაშიც მაგას ამბობენ. პაატა ბურჟუაზიაზე არ ვამბობ და აქაურ თქვათ გამხმოვანებლებზე ეგენი ჩვეულებრივად ხო არა ეგ კიდე სხვა კალიბრია მაგრამ ხა deep state-ი რო რეალური არის რა ვიცი თუ არ დაურწმუნდით ჩვენ მარტო ფაქტები არის მაგის აი ისეთი ილუსტრაცია რა რომ deep state-ი არის სერიოზული მიშაც deep state-ის ნაწილი იყო გლობალური ომის პარტიის და მეორე ამ კომპრომეტირების მექანიზმის და ეს არ ახალია საერთოდ არ არის ჩვენ რო გვიკვირდა თურმე ციხის კადრები რა ყოფილა რომ აი მიშას და მანიაკს რო ვეძახდით მიშა არ არის მარტო მანიაკი არ არიან მანიაკები აგენტები იყვნენ პროსტა რომელსაც ეს შესთავაზეს ვთქვათ მეთოდოლოგია და აღართლებს ეს მეთოდოლოგია ხა დაკომპრილი კაცის სისტემაზე ბოდო შემდგომ ჩვენაც რაღაც მაგადრო chat GPT-ს უთხოვეო რომ ვიზუალური ილუსტრაცია ხო ეგმა ეცეთებინო deep state-ს chat GPT ხელოვნური ინტელექტია ხო და короче არაკეთებსო რა და მეთქი შანსი არაა თქუჭა როგორი keyword-ით არ მიუდექი იცი და გეუნება რომ короче ეს მიდის ჩემი საზოგადოებრივი სტანდარტის წინააღმდეგ. კი, ეს გააკეთებს. ანუ ოღონდ deep state-ის ლოგოს დამზადება. ანუ როგორ დამზადებდი ნებისმიერ ლოგოს. მე რო ვიზუალიზაციას როგორ გააკეთებ. არა, მე რო უთხრა მაგალითად სულ გამოგონილი რაღაც რო ვთქვა რა. გააკეთებს. პროგრამულ დონეზე აქ აკრძალვა. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ახლა ეს ამბობს, რომ ჩვენ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ვიცით, საბჭოთა კავშირის გულისხმობს. ყველა წარმატება არის რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული. მარინის თეატრის სახალხო ხელმძღვანელი იყო და ქართულო უმღერა პირდაპირ. აი მე უმღეროდი პუტინს 10 მეტრში პუტინი ეждდა და მას შესწინებდა და უმღერებდა და ამის გამო ლაკა ხოშტარიამ და ვიღაცებმა მაგის ადგილი ოპოზიციაში არ უნდა იყოსო. ნუ რა თქმა უნდა ორმაგი სამაგი 80 სტანდარტი და უსინდისობა. Ты человек русской культуры. Уბრალოდ იმას იყო რაღაცნაირი კლასი, მოდი ასე, იმიტომ რომ რატო იცი რომ ის მაინც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იმიტომ რომ ის მართლა იყო человек русской культуры. ესეც არის, მაგრამ ალეკო ელისასაც დამაგარი რამე უთქვავს ინფრასტრუქტურაო ნანუკას ის წავიდა. და ეს გვატენის თავის უკვე სოფლიობანი ვარო რა. სოფლიობანი კი არა ბოხი პაატაა ჩვეულებრივი. ნანუკა ჯორჯოლიანი საინტერესო. ალეკო ბიჭო რა მაგარი რაღაც უთქვა. ნანუკა ჯორჯოლიანი გავუშვათ და მე თუ ჯერ ალეკო. ალეკო არა ალეკომ რა თქვა ნანუკაზე. მოდი მაშინ ჯერ თქვათ რაზეა ბაზარი. ნანუკას ფონდები იცი შეგახსენებთ. ნანუკას გილაურის ფონდი როგორც დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირები დააყადაღეს და სტორიც ქნეს, იმიტომ რომ ახალისებდნენ დანაშაულს ესენი. მოდი ახლა ჩვენ გავუშვათ რა თქვა ალეკო ელისაშვილმა ნანუკას. ძალიან შევაქო ნანუკა, ძალიან მაგარი გოგო არის რა, ძალიან ყოჩაღი გოგო არის. გურიის ამბებზე პირადადაც ქონდა შეხება, ძალიან არ ვიცი მე რაღაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მაგ გოგოს უნდა ჩააბარო, მე რო კაც მომკითხოს. რო შევცვლით ხელისუფლებას. რაკაი რო არავინ არ აკითხება. აბა და თან ნანუკას რო აბარებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ნუ რა ვიცი. ნანუკა იყო გამტარი. და როგორ გამართავს თუ იცით? მე მგონია რომ ნანუკას უფრო უნდა ჩაბარდეს ან საგარეო იმიტომ რომ დაალაგებს რა. მე მგონი ფილოსოფიის ინსტიტუტი. მე მგონი პირდაპირ უნდა აღვადგინოთ ფილოსოფიის ინსტიტუტი და ჩავაბაროთ ფილოსოფიის. ბავშვი შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეითავსებს ფილოსოფიის ინსტიტუტი შეითავსებს, მაგრამ იკარგება როგორც მისი ძალიან დიდი თანამედროვე ეგზისტენციალისტის შრომები. ნახე ორ ბატს არ ჩააბარებდიო და ტიპები. აი ორი ბატი არა, მაგრამ ანუ მართლა რეზოზვი ან უყურეთან მაგარი კამპანია ხო მოიხოდა რა. იმაზე დღეს ტევე პირველზე ვნახე რეკლამა გადის. რომ სიკეთისთვის დასჯილი თუ რაღაც ეგეთ სლოგანი აქვს რა და რაღაცა ნანუკას ის არის დიდი ვიდეო რგოლი არის რომ აი რა კარგი ადამიანი არის და თითქოს შემთხვევით დარეკილ ზარზე მე ვაჭერინებდი და ნარკატას მევადებინებდი ახალგაზრდა ბიჭებისთვის. ან მართლა ხო მოკლე მეხსიერებაცა და მოკლე მეხსიერებაც ხო გვახსოვს კაცო ყველაფერი სულ რაღაც 15 წლის წინ.
მან გამოძიება უნდა თქვას და ალბათ აი ხო და სიტყვას რა. ბოდიში კონკრეტული ფაქტები ველმოქმედება ისეთი ადამიანების ხელში როგორც არის ეს ვაჟბატონი რომელმაც ბავშვების იავნანას ფონდით ბავშვებისთვის გამოყოფილი ფულით იხეირა და ხო იმათ მოპარა ნანუკა ჟორჟოლიანი რომელიც ველმოქმედებას არ ქმნავს და აქციების ზალადობრივ დაფინანსებას ეწევა ანუ ეს ადამიანები არიან ვინც მართლა ანუ ყველაზე კეთილშობილ საქმეს აქცევენ ამ რაღაც კერძო დივიდენდების მიღების საშუალებას. სანამ რაღაცას გავუშვებთ, აქ წავიკითხავ, ხო, რაღაცას გითხულობდი თაზო დათუნაშვილი. თაზო დათუნაშვილი არის ლელოელი პრემიერმა რო თქვა, ძალიან მაგარი რაღაც დათო თაზონაშვილი თუ თაზო დათონაშვილიო, მოკლედ, მაგრამ აქ წერია ის რაც პარტიებს ყოფს უფრო მეტია ვიდრე ის რაც გვაერთიანებსო და მე წავიკითხე ის რაც პატარებს ყოფს უფრო მეტია ვიდრე აი ყველაზე მაგრა შეეფერებოდა ეგ რა. თაზო გაუშვათ? არა, არ გაუშვათ, არა. ნანუკა გაუშვათ. მე პროსტა ეგ იქნებოდა. პროსტა აქ წერა თუ რამე ფილოსოფიური უნდა და რაც არ პლუს გვაძლიერებს სპორტში უნდა და არა ხო, ანუ რაღაც ის არის უფრო მეტი დაყოფა გვაქვს რა, ვიდრე ჩვენ საერთოდ ენა ვერ გამოვნახებთ. და შეიძლება სინტაქსი დაიკარება ბაბილონის გოდოლ. ამერიკელები გვეუბნებიან რომ ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები, ჩვენ გვინდა თქვენთან მეგობრობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როცა მეგობარს ირჩევ, გაქვს საერთო ღირებულება, საერთო იდეა, ხო რაღაცა სხვა ღირებულების მეგობარი ხო არასოდეს არ ეთქოს და გეუბნებიან რომ თუ ჩვენ ერთი ფასეულობა გვექნება, თუ ჩვენ რაღაცა თავარი იდეის ირგვლივ ვიდრებთ, თქვენთან მეგობრობა გვინდა. და ეს აქცია არის პასუხი იმისა, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივეს ვფიქრობთ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 27-მდე როცა მეგობარი აქტი განიხილება, ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ამერიკის და საქართველოს დროშებს აქ ერთად უნდა ეფრიალოთ. ხო ეს მეგობარი აქტი იცით რომ რაღაც სიგიჟეა რომელსაც რომელ ამერიკულ ღირებულებას ლაპარაკობს ოღონდ ბოდიში, იმიტომ რომ დღევანდელი ამერიკის ღირებულებები და სამი თვის წინანდელი ამერიკის ღირებულებები არის სადა დედამიწა. ეს ზოგადადაც ეგრე არის, ნანუკა დამფუძნებელი მამების ჯეფერსონის ხაზსაწვება ეგ. ფედერალისტების, სხვა შორის ფედერალისტების წერილები არის ნანუკას ნათარგმნი. მე გამაგიდო წიგნი. რა ენაზე თარგმნა? ქართულად არა, სხვა ენაზე. ბიჭო, ფედერალისტები და სარანგი. თარგმნა ბულგარულად. ალბანური. არა, ნანუკა ეთქვით რა. ეს არის პილიგრიმი. აი რაზე დავწინი და პროსტა აიმეთი არა. მე რო ჩავიდნენ პილიგრიმები, იქ რო დაარსეს პირველი ასე ვთქვათ ეს კოლონიები და იქ რო გამოიმუშავეს და მე დიდი ბოსტონის ჩაის სმა სამოქალაქო ომი ეს ყველაფერი აქ ძალიან კარგად შესწავლილი და დამფუძნებელი მამების ღირებულებებზე არის საუბარი. ის იქით გაფუშტა რაღაცები. სხვა შორის ეგ სამოქალაქო ომში იბრძოდა. ნანუკა. იქ აბა ამერიკის სამოქალაქო ომში. მე ვთქვი. ფონდი დრო ხო ემთხვევა. ფონდი ქონდა. უღრე ანუ რეალურად ამასთან რომ მიხვიდე. ამასთან რომ მიხვიდე, რო თქვა რომელ ამერიკულ ღირებულებებზე საუბრობ, რომელ ამერიკულ ღირებულებებზე თვლი რომ არ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის რა. აი პირველი ხო რა თქმა უნდა გადის თავისუფლება. თავისუფლება. ეგრევე რო კითხო რომ ამიხსნა. არ არის ამერიკელებისთვის თავარი ეს ხო გეტყვისო კაცო, ეს ხო გეტყვისოჯრედიანი. და რო უთხრა მე რომ აი მოდი შევიდეთ რა კონცეპტუალურ თუ შინაარსულ გახევაში. რა არის მაშინ ამერიკული თავისუფლების იდეა? ამერიკელები არიან ის ხალხი, რომელიც ფულზე ინგოდვით რას დააწერეს და შესაბამისად ღმერთის მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ღმერთია, ხო? მართლაც თავისუფლებაა რელიგიის. მაგრამ ღმერთი და წმენამ შექმნა ამერიკა. კაი, ნუ რანუკას მე ვერ შევედრებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად 18 მაგრამ მაინც მე ამერიკულ მთავარღირებულებად გამოვაცხადებდი. კი არა, მე რა უმკითხონა, ეგ საინტერესო ის არის, გამოვიტყოდი საკუთრების უფლება. ალბათ. ხო, რანუკას ფაზია აქვს მაგას. ხო, მე 14 ტომში რაღაცა სხვა აზრია. ხო, ეგეც ის ფიქრობს, რომ ეს საკუთრება ეს უხეშად პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ნანუკაზე და აზრის გიგანტებზე გამახსენდა. პროტესტანტული მორალის წიაღში შედის და ძალიან საინტერესო ისა აქვს. კორესპონდენცია აქვს ევროპელ ფილოსოფოსთან. ლუთერთან აქვს გადაძახილი გარკვეულ და კალვინთან აქვს და ლუთერთან გადაძახილი. უფრო კალვინისკენ კარგი ხალხი. ბიჭო, არა, ნანუკას ფიქრესეულ ანალიზს რო გაი მოახდენ თუ მე ვხვდებით რომ ინტერპრეტაცია მისი ძალიან სწორია. და გრიგოლ გეგელია უნდა გადახვალთ რა. იმ დღეს და ბანემ ხო აზრეს გიგანტებზე საუბრობდით თქო რა და იმ დღეს თამაშის წინ ამომივარ და ის ვიდეო რა ხუჩა კვარაცხელიაზე რო საუბრობენ თავარი არხის წამყვანი
წამყვანები. როა ცუდ ეგ კონტექსტში ვიდეო თურმე არასოდეს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ნახე იქ არიან 3 ჟურნალისტი. და ეს ბიჭი სამივე ბიჭი და ორი ორი ქალი. გოგო. ის ორი გოგო ვინ არის? ოღონდ იმის მერე არც ერთ ვიდეოში ნანახი არა მაგ. არც მე ვიდეოში არ ყავს არც ნახე, ყოფილა ის ბიჭი სპორტული ვიცი. ჟურნალისტი. აი მართლა? კი ბატონო. და ბიჭო ესენი ხო ერთმანეთს აგიჟებენ რომ ეს ყველაფერი ბლეფია და რა ის ხვიჩა იქ და რა ის ხვიჩა არ და არსებობს. რაღაც ხვიჩა არის რუსეთში რო თამაშობს მაგაზე იგითი ფეხბურთელი მაშინ მე მგონი აი ცოტა ბათუმში აკლია იყო ცოტა აკლია იმ ტიპმა რო თქვას რომ აი ეგრე მეცხო თამაშობ აი მაგამდე დაყავთ რა ტიპი მაგრამ ის ქალია მთავარი. ჩემი ფავორიტი რა არის ხო აი ბიჭო, ეს გადაცემა რატო გააკეთე? კაი, იმიტომ რომ ანუ ბიჭო ხვიჩას მაგ დროს იყო ხვიჩა რომელსაც არ ქონდა ნაგინები პუტინისთვის რუსეთში და თამაშობს. ხვიჩა მთავარი იყო რომ და რაღაც- არა მთავარი მორწმუნე ეგ არის. ჭორი დაირხა რომ სადღაც ნეაპოლში. აწინაურება ხო. კარგ გუნდში ხო და. ჩითავენ კი, და ბატონო. ამათ ეს ნიველირება უნდა ხო და ეს სამივე ბიჭო ანუ მართლა მთელი ამ გადაცემა ის მუღამი ხო ეგარო ანუ ხუშა მარაცხელიას იმენა ტალახში სვრიან და სვრიან რა აი რატო და რისთვის რო ვერ ხვდები რა ჯანტაბა გინდა ერთ ჰაილაიტს მაინც უყურეთ მაგის თამაშების და რატო და ბოლოს ბიჭო სამივე თან ხდება ერთ უმაგრეს რაღაცაზე კაროჩე რა ეს ჩვენო რასაც უეჭველი რასაც ვამბობთ რომ ფაიზაღი არა რომ ამას უძმაო იმენა გორის დილას გორის დილას იქითო მომავალი და კარიერა არ წერიაო თუ ეგრე არ იქნაო ბოდიშს მოიხდითო არც ერთ ბოდიში არ მოვა არა რა ბოდიში კაცო გეგელია ხო ამ პროტესტს შეეხება მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა სოლიდარობას უცხადებ პროტესტს მაგრამ მე ვფიქრობ რომ პროტესტი უნდა იყოს უფრო პოლიტიკური კიდევ უფრო პოლიტიკური და კიდევ უფრო კაფიოთ პოლიტიკურად ჩამოყალიბებული ხშირად სამწუხაროდ საქართველოში პროტესტს შესაძლოა კონდეს გარკვეული იმიზია რომ თუ უფრო პოლიტიკური იქნება შეიძლება უფრო მეტი წარმატება გქონდეს ეს ასე არ არის რეალურად ყველაფერი მსგავსი არის მან ეხა უყურე ეს მართლა კაცია. არა უყურეთ მეგობრებო ეს რა თქმა უნდა რეალურად კუტუმიცინი გასაგებია რა ბიჭო არა ეგ არის რეალურად წინაზე რომ ამან გააზრო დვარფიზმის არა გავიგე ნუ კაი ბიჭო უყურე როგორ არის კი კუტუმიცენია ბაზარი არ არის მაგრამ ეს არის სახე გაიგე კი რა თქმა უნდა ეს არის მე ხო არ მომიგონებია ხალხო და ჩვენ ხო არ მოვიგონებია ბებერმა თაღლითებმა წინ დაიყენეს ეს დაიყენეს ეს ალეკო ესა ალეკო ის სალომე სამადაშვილი თაღლითების პარტია ეგ რო დააკვირდები და ინდივიდუალურად რო მე ხო არ მომიფიქრებია ნაცრისშვილი გავუშვი ანა რომ ვხედავდე რომ ამ ქვეყანაში ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება რომელიც მართლა ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს გარწმუნებთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი დაწყებული ძალიან ბევრი ადამიანი მთელი ეს პარტია რომელსაც მე წარმოვადგენ და უამრავი სხვა ადამიანი ამ ასეთი რომ ყოფილიყო ეს ხელისუფლება გვერდით მიუდგებოდა და ეთყოდა რომ რით დაგეხმა რომ მეც აქ ვარ ნეტავი კი იყოს დღეს საქართველოს სათავეში ისეთი ხალხი რომელსაც ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს ხაზარაძე მაგალითად რო იყოს ხაზარაძე ქვეყნის აუ ხაზარაძე ამ ბადრი ხაზარაძე და ბადრი რას გაშლიდნენ ბიჭო თებს აუ ეხა წარმოდგენაც კი მზარავს ვაფშე ბადრი ჯაფარიძე რატო შუბლაძე ბარემ არა ეგრე არ არის იწვალეს ტიპებმა ფული დახარჯეს ეხლა თან ბევრი ყველაზე მეტი ფული პარტია იარეს ტელევიზია არჩევნებზე პარტიებში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი ანუ ამათ ყველაზე მეტი დაუჯდათ ხმა რა ეხა ამათ აქვთ მოდი თავარი ექსტენსიური საკითხი რომელზეც მინდა თქვენს დაგელაპარაკოთ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა თუ არა ანუ შესვლაზე ხო მაზიანი დავდეთ თუ არ დავდეთ თუ ვიბაზრეთ ნუ გახარიას აქ მაისამდე ესენი ვეღარ შევლენ ეხა უნდა მიიღონ თუ არა და დღეს ცუდმა გიჩმა დავასრულეთ ცუდმა გიჩმა დადოს პროიქოი ზაი პროცივ შესვლისა კი არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობ და ნუ ძალიან ბევრი პროცივ ქონდათ რომ აი ჩვენ მაშინ ლეგიტიმაციას ვახდენთ ყველა იმ ძალადობის თელ იმ აჯენდას რო გაყალბდა და რა მოხდება შენ ხო და გეტყვი ხა ამბავი რა არის იმდენად ამ მომენტში სწრაფად ცვალებადი არის გეოპოლიტიკური სიტუაცია მართლა ჭხიბაობა არის იმაზე საუბარი ოქტომბერში ამათ რა დავალება ექნებათ შევიდნენ თუ ისევ ბოიკოტი გამოუცხადეთ იმიტომ რომ ესენი თავიდან ბოლომდე არიან დავალებაზე დამოკიდებული
თუ ესენი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ამათ რაღაცა მაინც უნდა თქვან ვერ იტყვიან. მაისის ბოლომდე. აბა როგორ შევარდებიან? შეხედე აქციას. შეხედე აქციებს, შეხედე ამათ პოზიციონირებას, შეხედე ამათ თითოეულ გამოსვლელს და მათ რიტორიკას. შეხედე კომუნიკაციას თუნდაც იმ თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან. ანუ ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე სასწარკვეთა, იმიტომ რომ შეწყდა ამ მომენტში გაჩერებული არის დავალების მიმცემთა ნარატივი. იმიტომ რომ ისინიც ვერ ჩამოყალიბდნენ ჯერ რა ტიპის ცვლილებების პრობლემებია. შესაბამისად ეს რომელიც რაღაც მერვე ხარისხოვანი იყო რაღაც კონკრეტულ მომენტში კი შეიძლება პრიორიტეტებში გადაიწია, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი გამოწვევა არ ვიდრე ის რომ მოიცადა ეხლა ნიკა გვარამიას რა დავალება მივცე და ზურაგის უნგრეთია გამოწვევა თურქეთია რა დავალება მივცე. ამიტომ ანუ ეს რო არის გაჩერება ჩვენ ვხედავთ ამ სასწრაფოს ძალიან დიდ მასშტაბს, რომელიც უკვე ის კი არა რომ ამას აკვირდები და შენით აღიქვავ რომ ესე არის. გამოდიან და თვითონ ლაპარაკობენ. ეხლა ვინ რომელი რას თქვი თქვა, არ მახსოვს, მაგრამ ციტატებად მახსოვს, просто ვინებად თქვა ესე გამოსვლა. იქ დღეს ერთი წავიკითხე რომ ფსკერსქვევით ვართო ერთი ოპოზიციონერი ამბობდა. მეორე გამოვიდა და საშინელ დღეში ვართო პირდაპირ დაველაპარაკოთ ერთმანეთს, ნუ მოვიტყუებთ თავს. ანუ ეს გამოდის გესმის მაგათ message box-ში. იმიტომ რომ არა აქვთ არაფერი, დარჩენილ არიან ამ მომენტში თავის ამარა. გური მაინც მინდა რომ მიპასუხო. გასაგებია შენი პოზიცია. მე გიპასუხებ ზმაო აგვისტოში ამას. გავიგე, მაგრამ უყურე ესენი თუ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, გარკვეული კამპანია მაინც უნდა აწარმოონ. არ გამოვა ისე რომ ამათმა გადაწყვიტონ კამპანია შეიძლება იქ რა ქვია პროტესტი რაღაცა კამპანია ჩაითვალოს. მაგრამ გადაწყვეტილი კამპანიის ნაწილია რა თქმა უნდა. როგორც კი ჩვენ გადავწყვეტ რომ პროცედურული ნაწილი უნდა გქონდეთ. როგორც კი ჩვენ გადავწყვეტ რომ ვიღებთ მონაწილეობას, ეს გადახაზავს ყველანაირ ჩვენ განცხადებებს რომ გადარჩენილ და ეგ რა თქმა უნდა და მე პროტესტსაც დაკარგავენ კიდევ უფრო ისედაც ბოდიში ამაზე მაგრამ ეხლა პროტესტი ისედაც დაკარგულია 100 კაცი რო კეტავს რუსთაველს ნუ კიდევ უფრო სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე ვიდრე პროტესტთან მაგრამ რუსთაველის გადაკეტაზეც თვითონ ტირიან კაცო რომ არა მაგაზე ხო ლაპარაკობდნენ თუნდაც ნანუკა თუნდაც ისინი რომ თუ ესე იგი არჩევნებს გააправებენ ესენი რამე მხრივ და მიიღებენ მონაწილეობას რამეს ისე ნუ всё მორჩა ესენი თქვა თავის პოლიტიკურ სუიციდს მოახდენენ ოპოზიციონერები რა. კარგი, ლაკაბო რეალურად ეხლა რო წდებოდეს, რომ ამათმა დაწერონ თუ არ დაწერონ, პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე, აი ეხლა დაწერდნენ, რომ კი არა, ეხლა არ დაწერდნენ და შევიდოდნენ. იმიტომ რომ როცა ეს მოხდა, მაშინ ჯერ კიდე დავალებები არსებობდა. და მაშინ რაღაც მომენტში მერვე პრიორიტეტი მაინც ვიყავით. დღეს რო გქონდეთ გადასაწყვეტი, პირველი შევარდებოდა ის გვარამია, რომელმაც ყველაზე პირველმა დაწერა, რომ არ მინდა. თულია ევროპელებისთვის, უყურე რა ხდება ევროპაში, ებრძვიან ფიცოს, ებრძვიან რუმინეთში, არ ვიცი რა მოხდება. უნგრეთში აქვს ცდელობა არავის იმედი არ. ებრძვიან ტრამპს ბიჭო. არა, ჯერ აქეთ. მე აგერ თურქეთში ვითომ გონიათ რომ შანსი აქვს, მაგრამ არ ვიცი, სირიის ის ტიპი ჩადის და კარგად ხვდებიან და ფულს აძლევენ, ესეც ნუ აბსოლუტური სიგიჟეა, რაღაც გათვლები აქვს იქით, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ტრამპს ებრძვიან რა და ეს ამდენი ოსილა, რა თქმა უნდა, უკრაინაში დასალაგებელი აქვს, უკრაინაში უნდა რამენაირად შეეჭხირონ მშვიდობიან პროცესში, ზელენსკი უნდა წააქეზონ. ეს ზელენსკი დადის აქეთ-იქით ხან მაკრონთან მივა, ხან ის, მაგრამ ცარიელი სიტყვების გარდა არაფერი არ ესმის. ნუ იქ მალე მორჩება ალბათ რა. მოდი. ტრამპის წარმომადგენელი ის ვინ იყო ბიჭო? ხო, ნუ კომენტარი ვნახე. სიუჟეტი არა ტრამპსო რო ეს როლესო არა ეგ იყო ინტერვიუ ტაკერ კალსონთან ხო და ვინ იყო თქო ის წარმომადგენელი რა დამავიდა მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ვინც დაალაგა ნუ კაროჩე ადმინისტრაციის წევრია ხო ტრამპს არა ოფიციალური წარმომადგენელია ტრამპს იცი ბიჭო ეგ შე ხო ტრამპსო რო თქვია ეს როლესო რო დაიჭრაო ხო პუტინი კოფი ხო პუტინიო კი ვიცი ჩავიდაო თავის ეკლესიაში ილოცა ლოცულობდაო არა ორი რამე უთქვა მაგარი დაახატინა ყველაზე მაგარი ხატვარს ნახატიო და რო გაიგო რო ეს როლესო ჩავიდაო და ილოცაო თავის მოძღვართან ერთად ოღონდ იმაზე კი არ ილოცა რომ ტრამპი უნდა გამختارიყო ძმაკაცობდა მაგასთან და ძმაკაცი რო გადარჩა მაგაზე ილოცაო და ეს ყველაფერი მოუყევიო და ოჩინ ძალიან შეძრაო ეს ყველაფერი დაკერვის ხარისხი გასაგებია ხო მოდი პირდაპირ მე მგონია რომ 1-2 წელიწადში ძალიან დიდი არის ალბათობა იმისა რომ ახალი ჰოლივუდის
რამდენიმე ერთეული კაშკაშა ვარსკვლავი ახალი ჰოლივუდის. ჩავიდეს მოსკოვში და პუტინმა ესე Blueberry Hills იმღეროს გაკეგდანახი. აბა წინაში. ბიჭო რა მაგარი. ვის ხედა ყველანი? იქ არიან Goldie Hawn, Kurt Russell, Kevin Costner, Alain Delon, Sharon Stone, Sharon Stone მაგის მერე მოფრინავ ჩვენთან ჩამოყავთ მაგის მერე. კაი, ბაია პატარაია არ იქნება უინტერესო. რაც შეეხება ჩვენ რა თქმა უნდა საზოგადოება არ გაჩერდება, ჩვენი სოლიდარობა არ გაჩერდება და ჩვენ მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს, როგორ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვერავინ ვერასოდეს ვერ დაგვიშლის, რომ ფული ავუკრიბოთ ერთმანეთს, ვერავინ ვერ დაუშლის ემიგრანტებს, რომ ფული გადმორიცხოთ ინდივიდუალურ ანგარიშებზე, თუ ფონდებს ჩაკეტავენ ადამიანები ხორჩებიან, რომლებსაც შეუძლიათ ამის შეგროვება და გადახდა. ეს რაღაცებს ართულებს, ცხადია, მაგრამ ამ დახმარებას ესე მარტო ფონდების დაკეტვით ვერ შეძლებთ. ამას ეგრევე დიდარი ენჯოების განცხადებას მიუმატებ, რომელმაც თქვეს, რომ ეს ფარას კანონი რუსულად მონათლეს, მოვესწარეთ ამასაც, ჯერ ხო ხმას არ იღებდნენ და არ დავემორჩილებით. ანუ ფარას ზუსტი ანალოგი, რომელიც სიტყვით და წერტილმძიმით არის გადმოტანილი, ეგეც კი არის რუსული კანონიო, ბიჭო. უსუეჟესი ხალხია. ეს კვადრი ამბობ. ადობნი იდიოტიზმი. ეხლა დაიმეორეს კი ბატონო. ადობნი იდიოტიზმი, არის მარტო იდიოკრატიას ვიხსენებთ ხოლმე ხშირად. ნუ ანუ იქ არ არის 40-ზე როა ინტელექტის კოეფიციენტი საზოგადოებაში გაჩერებული, იქ არ ხდება ესეთი იდიოტობა. ამ ბოლო დროს კუტაბიც აქვს გაზდის ტენდენცია და კუტას აღარ დაუძახებს არამედ სხვა რაღაც გადაიწყო. სხვა რაღაც დასაცენზურებელი გახდება. დასაცენზურებელი გახდება, მაგას ეთერში ვერ დაუძახებს. კაცი გახდა. არა, ცოტა სხვა ბიჭი რა, ზე ბიჭი შეიძლება თქვას. აი რატო აქვს გაზდის ტენდენცია, აი ამ განცხადებას მოусმინეთ. ადამიანი ტელევიზორს ჩართავს ერთმანეთს ვიღარ გაგვარჩევს ხოლმე ზოგჯერ თითქოს ყოველთ იგივეს საუბრობთ, იმიტომ რომ ერთმანეთის მოფერება ერთმანეთის იმისთვის რომ ერთ გასაჭირში ვართ. მაგრამ ამის ფონზე ხმის მიცემისასაც ისა დაიბნეს ვისხა მიცემს ხმა თან ყველა ერთადაც ესე არ არის. ამიტომ ან ისე უნდა ვქნათ, ან ასე უნდა ვქნათ. როგორც აი ნახევრად ფეხმძიმე ხალი არ არსებობს ვარ გამოხსნა, ასე არის ნახევრად ეს საქმე არ არსებობს რა. ამიტომ გამოდე მე უკვე მგონია, რომ ცოტნეს რომ ეს ერთობა ესე არ გამოვა. და მანტრასავით ამის გამეორებას სადაც მე ვერ ხედავ და თავარისაც მაგ ხა ზურასაც ხიათ საუბრობთ ხოლმე ზურა მე ისმის შერაძგინა მაგრამ ჩემი აზრით ეს არ გამოდის აგერ სალომე ზურაბიშვილმა ამის მოღალატე შერაცხა ერთობაზე დაიწყეს საუბარს ამიტომ და გადავეწყოთ ჩვენ ყავდეს ჩვენი ამორჩეველი რომელსაც მოეწონებთ ძალიან და მოიce რა გამორჩეულს მე არჩევნები არ ჭირდება და არჩევნებზე ესენი ამბობენ რომ არ მივიღებთ მონაწილეობას ცოტა ხანში ზუსტად იმას გაიმეორებ, რაც ესეთ ძალიან ცნობილი ინტერნეტები, რაც უფრო კარგი იქნება და მის უფრო კარგი დავაკეთო. ან უფრო იმას ხანდახან კვლელობებს და პოლნოებსაც უყოლებ ხოლმე. და ამას დაემატება ასევე ინტერნეტები, ვაიმე. ხო, ნუ გასაგებია. ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადაიზრდება როგორ მწვანე საზარელ დეპრესიაში, იცი რომ აი სალომის მაგალითად, სალომის ხო იმის საქმე არა აქვს, რომ სალომე ხარ აშვებიო რაღაცას შვებიო, ბიჭო. რაღაცას შვება. რაღაცა ევროკავშირთან რაღაცას ვაკეთებო, რაღაცას გეკბაო, ძალიან საცილო რაღაც პროსოვერ ვიხსენებ რა თქვა. ევროკავშირის ქვეყნებში იწყებს სიარულს ოპოზიციის წევრებთან ერთად. კაი პაესტკები გარანტირებულია რა. ბიჭო, აი სალომესთან ერთად ყველანაირი პაესტკა ჩემთვის იქნებოდა პირადად, თუნდაც უთო პრეზიდენტს ხო უძახი რა, მე არა, ის ოპოზიცია. იქნებოდა კოშმარი რა. აი პროსტა წარმოიდგინე რაღაცა უნდა გაითვალისწინო ყოველდღე უნდა შეხედო სიგიჟეები უნდა აიტანო მე ვარ და ბატონო პრეზიდენტო მე ვარ ბიჭო ნამყოფ ყველა პაესტკაში ყველა პაესტკაში მე ჯერ არ გინდა მაგრამ მოგვიყო არა შენ რაღაცები მოყოლილიც აქვს მაგრამ ნუ კარგი ბადრი ჯაფარიძეა ძალიან სვეჟი გაუშვით არაერთხელ გითხოვს რომ ეხლა მთავარი არის ახალი არჩევნების შესახებ შეთანხმების მიღწევა ანუ ქართული ოცნების და ივანიშვილის მხრიდან უნდა მოხდეს იმის აღიარება რომ ქვეყნის მართვა ეს შეუძლებელია კიდე ყავს არასრულფასოვანი და უუნარო ქმედით უუნარო ჯგუფი რომელსაც პარლამენტი ქვია ვერ გავიდი რატო მივედით იქ რასაც ამდენი წელია ვამბობთ რომ ოპოზიცია
ადრე თუ გვიან დაგერდადგა ეგ დადგება და ისევ ბიზნესმენი იმარიშვილს თხოვს რომ გააუქმე ქართული ოცნება გადი პოლიტიკინა მოგვაგებინე გადმოგვეცი ასპარეზზე შეუძლებელია ამის და ამას დავარქვა მაგას ამბობს ეს სიგიჟე არის ანუ ქმედი თუ არ არის ბაჭორს ეგრე დაიწყო რა მოდი რა ჩამოყალიბდეთ რა მათი დედავატირე ყველას მე ჩამოყალიბებული ვარ და ჩვენ მაგრამ ავტორიტარიზმია და ტირანიას უახლოებით თუ ქმედი თუ არიანი არ არის ქმედი თუ არიანი თუ არ არის რანაირი ავტორიტარიზმი არის ქვეყანაში აი გაერკვიოთ ჯერ რა ჩვენ ვინ ყავს არა ეს ეხლა დემენცია დაეწყება მალე არ მინდა არაფერი ვუსწრებ მაგრამ განკურნავს ვივამედი განკურნავს ბიჭო ის ცრუ დემენციებს კურნავს თორე ამასაც სულ დემენცია დაეწყება. კაი, ბოდი შეგავნა მეთქვა. ჩემზე უფრო სკაცზე, მაგრამ სულ ქართველობა. ბიჭო, ტიპები მიდიან იმ სფეროში, სადაც ვაფშე არაფერი არ გაეგებათ. მე რო ეხა ბალერონის დასაცმელი ჩავისვა და ცეკვა დავიწყო ბალერონ. ხო, საგინებელი კი არა, რა ვიცი. აი ეგეთ ტიპებს ხედავთ რა, ხაზარაძე, ესა, აგერ კუტაბიჭი, აგერ თქვენი გეგელია. ნუ აი რაღაცა ცირკუროცა რო იტყვია ხოლმე რა. რა ვიცი მე ესე მგონია და თან მოსაწყენია უკვე დასრულებისკენ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი ჩემი აზრით. კარგი მეგობრებო ჩვენ ვამთავრებთ ჩვენ დღევანდელ გარსევანს და ხვალ აუცილებლად შეგვიძლია. მადლობა ყურადღებისთვის.